საზოგადოებისთვის ვეფხისტყაოსნის დღემდე უცნობი მხედრული ხელნაწერი ეროვნულ არქივში იქნება დაცული. ვახტანგისეული რედაქციით გადაწერილი პოემა 19 საუკუნით თარიღდება. უნიკალური ექსპონატი არქივში კერძო მესაკუთრის განხდება. სარესტავრაციო ხელნაწერი დღეს ლიზა ციციშვილმა ნახა. დაждდა წერა დანდერძისა საბრალოსა საუბრისა 19 საუკუნის დათარიღებული მხედრული შესრულებული უცნობი ვახტანგისეული ვეფხისტყაოსანი ამიერიდან ეროვნული არქივის საკუთრება. პოემის მკვლევარებისათვის ჯერ კიდევ შეუსწავლელი უცნობი ხელნაწერი არქივმა მოქალაქისაგან შეიძინა. ვეფხისტყაოსანი, რომელიც ჩვენ შევიძინეთ, არის 19 საუკუნის ბუნებრივი ნაწილი მხედრულად, შეიძლება ისე კალიგრაფიული ხელით არის შესრულებული და წარმოადგენს ვახტანგისეულ რედაქციას ამ ტექსტისას. თუმცა ეს არის პირველადი დასკვნები და ამ ხელნაწერის შესწავლა ჯერ კიდევ წინ არის. 19 საუკუნეში გადაწერილი ხელნაწერი, რომელიც ვახტანგისეულ ხელწერას მისდევს, საკმაოდ დაზიანებული და სარესტავრაციოა. სპეციალისტებმა ხელნაწერზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მისი სამეცნიერო შესწავლა კი რესტავრაციის პროცესის შემდეგ მოხდება. როგორც კი დასრულდება ამ ხელნაწერის რესტავრაცია, დაიწყება მისი შესწავლა, მცირე ხანში იქნება დადგენილი შესაბამისი დასკვნები და გვექნება საშუალება, რომ ახალ კატალოგებში ვეფხისტყაოსნებისა შევიტანოთ კიდევ ერთი ნუსხა ამდენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტექსტისა. იუნესკომ 2016 წელი ვეფხისტყაოსნის წლად გამოაცხადა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ვეფხისტყაოსნის აქამდე უცნობი ხელნაწერის შეძენა, რომელიც არც ერთ კატალოგში არ გვხვდება, ეროვნული არქივისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.